დეველოპერული სექტორის სიახლეების მოლოდინშია კომპანიები მომავალი წლიდან სესხებზე ხელმისაწვდომის ზრდას პროგნოზირებენ. დეველოპერების დაკრედიტების ნაწილში არსებული რეგულაციების შემსუბუქებაზე ეროვნული ბანკი მუშაობს. როგორ აისახება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უძრავი ქონების ბაზარზე და რა ვითარებაა დღეს სექტორში, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, გამარჯობა. დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით ბოლო რამდენიმე კვირა სექტორის დაკრედიტების ზრდა შეიმჩნევა, როგორც ირკვევა მარეგულირებელმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბანკებს უკვე მისცა გარკვეული მითითებები, რამაც დეველოპერებს სესხებზე წვდომის მეტი შესაძლებლობები გაუჩინათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეველოპერები წლის დასაწყისიდან მოყოლებული საუბრობენ იმაზე, რომ სესხებზე წვდომის პროცედურები გართულებულია, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ სექტემბრიდან ეს მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება და იმედოვნებენ, რომ რეგულაციების შემსუბუქება ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს. რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებებს, დეველოპერებისთვის უნდა შემსუბუქდეს კაპიტალის მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე 30%-ს შეადგენს, ასევე კომპანიებს, რომელთაც სამშენებლო პროექტები თითქმის დასრულებული აქვთ, უფრო კონკრეტულად კი 60%-ზე მეტი აშენებული აქვთ, საბანკო კრედიტებზე მეტი წვდომა უნდა მიეცეთ. შენელებული იყო დაფინანსება ბანკების მხრიდან. აქედან გამომდინარე დეველოპერების მხრიდან ყოველთვის იყო მოთხოვნა, თხოვნა, მტკიცება, რომ ბაზარზე ნორმალური სიტუაციაა, მოდი იქნებ გავაიოლოთ დაკრედიტების ნაწილი, არ შევაფერხოთ ბაზარი და ასე შემდეგ. და ბოლო პერიოდში, ბოლო ალბათ 2-3 თვეა გარკვეული ძვრები შეინიშნება ამ კუთხით, ბანკები გააქტიურებულები არიან დაფინანსების ნაწილში, თუმცა ის რაც იყო 2 წლის წინ, 1 წლის წინ, ესე არ არის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ცვლილებები, გარკვეული ცვლილებები გაჟღერდა, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ბანკებშიც გარკვეული მითითებები არის მიღებული, თუმცა ინსტრუქციის სახით, ესე ვთქვათ, არ არის ჯერჯერობით მიწოდებული და ველოდებით, რომ ეს სწრაფად, ესე ვთქვათ, აისახოს. რეგულაციების შემცირებასთან ერთად მთავარი ის არის, რომ მცირე კომპანიები ბაზარზე შემოდიან, ანუ არ მოხდება გამსხვილება დიდი კომპანიების. კომპანიებს, რომელსაც ისედაც არ უჭირდათ ბანკის გარეშეც, ანუ თვითკმარები იყვნენ. თვითონ ისინი იყენებდნენ შიდა უპროცენტო განვადებებს, ანუ არ ჭირდებოდათ თავიდანვე კაპიტალის მოზიდვა მყიდველის მიერ. ეს ახალისებს მცირე დეველოპერებს, რომ ბაზარზე დარჩნენ. სწორედ დაკრედიტების გართულებისა და იპოთეკური სესხების გაცემის შემცირების გამო მიმდინარე წელს დეველოპერებმა მომხმარებლებს თავადვე შესთავაზეს შიდა განვადებები და ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდნენ. მოლოდინია, რომ ეს ტენდენცია დაკრედიტებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების შემთხვევაში მეტნაკლებად შეიცვლება. რაც შეეხება რისკებს, დეველოპერები ამბობენ, რომ სექტორი სტაბილურად ვითარდება და ბაზარზე ამ ეტაპზე არანაირი კრიზისის ნიშნები არ არსებობს. ძალიან ბევრი პარამეტრია, რითიც ვსაზღვრავთ რისკებს. ამ შემთხვევაში ხშირად მესმოდა წლის დასაწყისში, რომ აი კრიზის უახლოვდებით და ასე შემდეგ. არანაირი მაშინაც ვამტკიცებდი, რომ არანაირი პარამეტრი არ მიგვანიშნებს კრიზისს და დღესაც ვამბობ, რომ ჩვენ დეველოპმენტთან მიმართებაში კრიზისზე საერთოდ საუბარიც კი არ არის. დარგი ვითარდება, საკმაოდ სტაბილურია, საკმაოდ სტაბილურად გადაიტანა მნიშვნელოვანი რყევები, რაც ქვეყანაში იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გადალახულია ის რისკის ფაქტორი, რასაც უყურებდით და ეხლა დრო არის იმისათვის, რომ ნელ-ნელა უფრო მოეშვა საფინანსო სექტორი და გავაგრძელოთ დარგის ზრდა და განვითარება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დეველოპერულ სექტორზე 4 მილიარდი ლარის სესხები იყო გაცემული, 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ 341 მილიონამდეა გაზრდილი. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.